მონაწილეობს ჩვენს ეთერში. Თქვენი დასკვნის შესახებ რომ მოგვიყვეთ, აი არსებული სურათის გათვალისწინებით, რომელიც არის უკვე დღეს 8 ოქტომბერს, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება, მთავარი მიზნისთვის, რომ აი რაღაც სამომავლოდ იყოს თქვათ სწორი და შესაბამისი პროცესი. აი თქვენი დასკვნა რა არის აქედან? მოგესალმებით. 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და კომპლექსური დღე იყო საკმაოდ. ამ დღეს სხვადასხვა მიზანი არსებობდა, მათ შორის ხელისუფლებისთვის, უპირველესად ის, რომ შემდგარიყო ეს არჩევნები, რომელსაც ატარებდა და ამით ლეგიტიმაცია მოეპოვებინა რაღაცნაირად. მეორე მხრივ მას უნდა საპროტესტო აქციის დისკრედიტაცია და გაშავება და ამ ყველაფრის მონათვლა, როგორც რაღაც ძალადობრივ დამხობად და ამისთვისაც ბევრი რაღაც აკეთა 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბრის შემდეგაც. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ შემდეგნაირი მოცემულობა. ეს არჩევნებად ვერ შედგა, იმიტომ რომ ამაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციური ამომრჩევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 80%-ზე მეტმა. ეს რიცხვებში შეგვიძლია დავთვალოთ. 80% არ მივიდა ადამიანების ოპოზიციური ამომრჩევლის. რაც შეეხება თავად ქართული ოცნების მიერ დაწერილი რიცხვს, ეს აბსოლუტური აბსურდი არის. აქ იმდენად დიდი მასშტაბის манипуляციაზე არის საუბარი, რომ სერიოზულადაც კი შეუძლებელია ამის განხილვა. ისიც მნიშვნელოვანი არის, რომ ეს იყო რეკორდულად დაბალი აქტივობის არჩევნები, მიუხედავად ქართული ოცნების манипуляციის შედეგებისა და მაგალითად დიდ ქალაქებში, სადაც ეს манипуляციის საშუალებები შედარებით უფრო მცირე არის, მე-13 მივიდა მხოლოდ რეგისტრირებული ამომრჩევლის არჩევნებზე, ესეც აი ამ გაყალბების მასშტაბით. ამ შესაბამისად 4 ოქტომბრის ეს არჩევნები ვერ შედგა, რაც მათ კრიზისს კიდევ უფრო მეტად უღრმავებს. და ეს იყო მათ შორის ჩვენი პოზიცია, როდესაც არ შევდიოდით არჩევნებში და ვამბობდით, რომ ეს ხალხი არ უნდა წასულიყო ამ არჩევნებზე, ეს იყო მათ შორის ჩვენი პოზიცია და იყო და გამართლდა, რომ ხალხიც იგივე აზრზე იყო განწყობილი, რომ ეს იყო ყალბი არჩევნები, ამაში მონაწილეობა არაფერს არ გვაძლევდა ჩვენს, ამაგეროდ ივანიშვილმაც ვერაფერი ვერ მიიღო ამ არჩევნებისგან. კარგი, ეს არის ერთი ნაწილი. რაც შეეხება საპროტესტო აქცია იყო მრავალრიცხოვანი და მშვიდობიანი. იქ გამოსული 10,000-ობით 100,000-მდე ადამიანი იყო აბსოლუტურად ასე ვთქვათ, მკაფიოდ და მშვიდობიანად და ღიად გამოხატავდა პროტესტს ივანიშვილის რეჟიმის, მისი ამ ყალბი არჩევნებისა და მისი დიქტატურის დამყარების მცდელობის მიმართ. რაც შეეხება ინციდენტს, რაც მოხდა ათონელის რეზიდენციასთან, რაზეც მათ შორის აი ამ ასე ვთქვათ ორგანიზატორებმაც ისაუბრეს და თქვეს, რომ იქ გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული, ეს ნამდვილად ასე ვთქვათ არ იყო სასიამოვნო ინციდენტი. კი ვიმეორებ, რომ თავად ორგანიზატორებმა აი ამ პროცესის თქვეს, რომ შეცდომები იყო დაშვებული და მე ეს არ შედიოდა მათ გეგმებში, ხო? ბურჭულაძის შვილმა ისაუბრა რეაქციის ეთერში და თქვა, რომ აი ეს სწორედ კონკრეტულად ეს მომენტი არ შედიოდა. თავად მურთაზოდელავმა თქვა დაკავებამდე, რომ აქ რაღაცა შეცდომები იქნა დაშვებული, იქ რაღაცა ასე ვთქვათ მის კალკულაციები იყო, ასე თქვა ზუსტად დაკავებამდე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას ისინი უფრო მეტად მოფენენ ნათელს, რათა საზოგადოებისთვისაც გასაგები იყოს მათი ქმედებებიც და ზოგადად აი ეს პროცესი რაც მოხდა. ანუ ხართ იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც მიმართავს ორგანიზატორებს, რომ მეტი უთხრან საზოგადოებას ამ კონკრეტულ ეს მე მგონი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, იმიტომ რომ თავადაც თვითონ იმ დღესვე გაუსვეს ხაზი, რომ რაღაც შეცდომები იყო დაშვებული, ამის შემდეგ ხა განსხვავებული მსჯელობები და მარჩიელობები არის, ასე ვთქვათ, რა მოხდა და როგორ მოხდა, ალბათ ყველაზე კარგი იქნება თუ ამაზე თავად ისაუბრებენ. ის რომ ეს ხალხი მიუხედავად აი ამ ასე ვთქვათ შეცდომისა, რაც იქ მოხდა, ისინი რომ პოლიტპატიმრები არიან და ისინი რომ აი ამ რაღაცა ივანიშვილის მიერ პროვოცირებული ესკალაციის ასე ვთქვათ მსხვერპლები არიან, ამაში მაგალითად ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, იმიტომ რომ თავად კონკრეტულად თქვენი პოლიტიკური ჯგუფის აი ზოდელავა, ასე რომ ვილაპარაკოთ, თქვენი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერების თანხმობა ქონდა გარკვეულ პროცესს, ან ისინი იყვნენ ინფორმირებული ამ პროცესზე კონკრეტულად? ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერების და ყველა წევრის პოზიცია ჩვენ ხო დიდი ხნის განმავლობაში ვაჟღერებდით 4-თან დაკავშირებით, ხო რომ 4 ჩვენ წარმოგვედგინა როგორც მასშტაბური მანიფესტაცია, ისეთივე როგორც იყო 27 სექტემბერს, 13 სექტემბერს, 19 ივლისს, ანუ აღმავალი პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება, თან არჩევნების დღე იყო და უფრო მნიშვნელოვანი დღე იყო რაღაცნაირად, რაც შეეხება მოლოდინებს, რომელიც იმ დღეს ჩნდებოდა, ეს გადაჭარბებული მოლოდინები იყო, ამას ვამბობდით 4-მდეც და 4-ის შემდეგაც. და 4-ში დასრულების შესახებ. აბსოლუტურად, ამას ხო ვამბობდით ღიად და ეს არასდროს არ დაგვიმალავს და მე მგონი ამას ყველა დაგვერწმუნება. ამ ეთერშიც მithქვამთ თქვენთანაც კი და შესაბამისად ეს იყო ჩვენი ლიდერების და ჩვენი განწყობაც და დღემდე მაგრამ არაზოდელავასი, ბატონი მურთაზი, ხო, ბატონი მურთაზის განწყობა იყო აბსოლუტურად სხვანაირი, შესაბამისად, ასე ვთქვათ, ჩვენი პარტიული თანამშრომლობა შესაბამისად აღარ არსებობდა ამ საკითხიდან გამომდინარე, ის გარკვეული პერიოდი მათ შორის ნიკების ორი ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ ის იყო ჩვენთან თანამშრომლობდა პარტიულად, თუმცა ვინმე
ვინაიდან ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ვერ დაახლოვდა პოზიციები, გადაწყდა ორივე მხრის ჩართულობით, რომ ასე ვთქვათ, პარტიული თანამშრომლობა აღარ ყოფილიყო. ხო, თუმცა ეხლა ეგ არნიშნავს, რომ ის ჩვენი მეგობარი არ არის, მის მიმართ პატივისცემი თავად განწყობილი და მას პოლიტიკურ პარტიად არ ვთვლით, რა თქმა უნდა, ვთვლით და რა თქმა უნდა, ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილია. თუმცა 4 ოქტომბერი იყო სწორედ აი ეს თემა, რის გამოც ჩვენი პარტიული თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, აღარ არსებობდა, თუმცა ნუ ეს ყველასთვის ცნობილი იყო. ვინც ეს თემა წამოწია, იმანაც ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი და ესეც ძალიან სამწუხაროა. აი ბოლოს რისი თქმა შეგიძლიათ, აი შეჯამების სახით თქვენ არ ყოფილხართ მხარდამჭერი, ჩართული ესეთი ფორმულირებაც ნახე. როგორ ფიქრობ, აი ხა ეს რაღაც ახალი თქვათ ტრენდი შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული დისტანცირების, მოვლენების განვითარების შესაბამისად თუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? არაფრისგან არ დისტანცირდები, ჩვენ ვამბობდით დასაწყისიდან, რასაც ვამბობდით ის გავაკეთეთ. ვამბობდით, რომ ამ დღეს ვიქნებოდით აქციაზე, მოუწოდებთ ადამიანებს, რომ აქციაზე გამოსულიყვნენ და არ წასულიყვნენ აი ამ ყალბარჩენებზე, რაც ტარდებოდა. ჩვენ ვიყავით ყველაზე მრავალრიცხოვნად წარმოდგენილი ჩვენი კოალიცია ამ აქციაზე, ვიდექით აბსოლუტურად მშვიდობიანად და მრავალრიცხოვნად და საბოლოო ჯამში ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც ვამბობდით. ეხლა რაც შეეხება 4 შემდგომ მდგომარეობას, ის უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილს არაფერი მიუხედავად რაღაც ექსესებისა თუ მიუხედავად ათასნაირი ინტერპრეტაციებისა, ივანიშვილის რეჟიმს არანაირი შვება არ მიუღია ამ დღიდან და არანაირი არც იზოლაცია გაურღვევია, არც პრობლემები გადაუჭრია. ისევ იმ კრიზისში არის, რაშიც იყო და დღევანდელი კობახიძის განცხადებას მაგას ადასტურებდა, რომ ხან ამერიკას აბრალებდა Deep State-ის მორჩილებას და ხან ევროკავშირს, ხო? დიდი მადლობა დავით, კიდევ გვექნება შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, დაგემშვიდობები, დავით ჟავანაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში.